Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა სიღნაღის რაიონში, დაჭრილია 15 წლის მოზარდი და ბოდბის მონასტრის იღუმენი. 37 წლის ეჭვმიტანელი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მადონა ბატიაშვილი ჩაგორთვება ახლა კახეთიდან პირდაპირ ეთერში. მადონა, რა გახდა ინციდენტის მიზეზი? დიახ, ინციდენტი მოხდა დღეს სიღნაღის რაიონში. 37 წლის მამაკაცმა სოფელ საქობოში საკუთარი ნათესავი არასრულწლოვანი ბიჭი დაჭრა. შემთხვევა დღეს შუადღით მოხდა. არასრულწლოვანი ამ დრომდე იმყოფება წნორის სამედიცინო ცენტრში. მას დანით ბეჭის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ექიმების განცხადებით არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ამ დრომდე წნორის არქიმედეს კლინიკაში რჩება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ არასრულწლოვანის დედის და ექიმის კომენტარი. ეზოში ვიყავით დილით, მე და ჩემი შვილი, გაიღო ჭეშკარი, შემოვიდა, მე ჩემმა შვილმა უთხრა, რომ ნუ მოდი ხარო ჩვენთან რამდენი უნდა გაგაფრთხილო, მოკიდა ხელი გაიყო ანა ჭეშკარში გაყავდა, მოულოდნელად ამოიღო დანა და ჩაარტყა მკლავში. გაიქცა დანი. აღენიშნებოდა სისხლდენი ჭრილობა მარცხენა მხრის ზედა შუა მესამედში. ჭრილობა გაფართოვდა, გაკეთდა მისი რევიზია, დამუშავდა და გაიკერა. ამ დრომდე გრძელდება მისი მკურნალობა, მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანის დაჭრამდე მამაკაცმა ბოდბის დედათა მონასტრის ერთ-ერთი დედაო დაჭრა. შემთხვევა ლოცვის შემდეგ ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დედაო ფეხის არეში არის დაჭრილი, თუმცა ჭრილობა შედარებით მსუბუქია. დედაო ამ დრომდე მონასტერში იმყოფება, მასთან ადგილზე მივიდნენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები და ჭრილობა დაუმუშავეს. როგორც ერთ-ერთი დედა თამარი და არასრულწლოვანის დედა აცხადებს, მამაკაცი არის სულიერად დაავადებული და მისი მხრიდან მსგავს მუქარას ხშირად ქონია ადგილი. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ თვითმხილველის და დედა თამარის კომენტარი. ეს ბიჭი არის მათხოვარი ბიჭი და არ არის ნორმალური თვალზე რა. ამ გოგოსთვის უთხოვია ფული. საერთოდ თხოვნობს აქ ამ ეკლესიაში და ხშირად ყოველდღე და ქართით. დედამ სულ უთქე და უთქე წადი აქედან. ნუ წადიო რა აქედან. ხოდა იმას კიდე დანა ეს კონკრეტული დაშავებაც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მართლაც რო გითხრათ, ეს სულიერი ავადმყოფია, უბრალოდ მუდმივად აქვს ეს დანა და ეხლა არის იმ მდგომარეობაში, რომ ვეღარ აკონტროლებს თავის თავს. ბრალდებული შემთხვევიდან რამოდენიმე საათში დააკავეს, მას მუხლი 118 მას ბრალი 118 მუხლით აქვს აყენებული, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებას სიღნაღის რაიონული პოლიცია აწარმოებს. სიღნაღის რაიონში მომხდარი ინციდენტის შესახებ მადონა ბატიაშვილი საუბრობდა ეთერში.